გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ცოტა დამაგვიან და მიმების ვიდეოს გადაღება და ბევრი კომენტარი იყო მიმებს რატო არ იღებო. მიმები. დახოთ რა მიმები არის, აბა ამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში აქტუალური. რა მიმებს აქვს ბევრი ნახვა და რაზე ხუმრობს ხალხი. მანქანის განცხადება საიტზე, როცა მანქანა ადგილზე ნახე. ახლა განსხვავება. სამაგეროდ ადგილზე აკლდება. ამ მიმიკას ვხედავ და საკატაოდ არ დარეგოთ. ეს რა არის ახლა? ჩვენ ჯგუფში გამოგზავნა ვიღაცა მესურათი. სადაც სენდვიჩი ნაყინია და ამ ნაყინის შემქმნელ კომპანიას რასიზმში ადანაშაულებს. რასიზმია ფაქტობრივად მართლაც. ჟურნალისტები, სოცმედია არასდროს იტყუება. ასევე სოცმედია. კრისტიანო რონალდო იუთუბერი. ასეთი რეგალია გაუკეთეს მართლა რონალდოს? რონალდო ჭკვიანი კაცია. იცის, საით უნდა მიმართოს თავისი კარიერა. და თავისი YouTube არხით შეამზადა სანამ ფეხბურთს თავს დაანებებდა. პირდაპირ YouTuber-ი გახდეს. მოდი ვნახოთ რამდენი გამომწერით დააგროვა ამასობაში. თავიდან YouTube არხი რომ გააკეთა ძალიან რეკორდული სტარტი ჰქონდა. 76 მილიონი გამომწერი დაუგროვებია. მაგრამ რაღაცა პასიურობს შვენი რონალდო. სამ თვეში სულ 3 ვიდეო დადო და ერთი თვე არ დაუდია. მაგრამ აზრი არ არის ამ სფეროში. 1 საათიანი ვიდეო უდევს. მე და მესინე ერთმანეთი უკეთესი გავხადეთო პოდკასტია. და შემდეგ უდევს 53 წამიანი ვიდეო. და როცა ამ სფეროში ფეხ შემოდგა, პირველი წესი, უმარტივესი და ბანალური არის, რომ შენი ვიდეოების ქრონომეტრაჟი ამ ხაზზე არ უნდა განსხვავდებოდეს, თორე მე გეყოლება 76 მილიონი გამომწერი და შენი ბოლო ვიდეოები 2 მილიონ ნახვაზეც არავა. ანუ მის ცოლს უდევს ვიდეოები და რონალდოს არხი მისი ცოლის გახდა? არიცი ან მოკლედ, ანუ რომდან შეურთელობას თავს, მე ალბათ მიუდგება სერიოზულად. Instagram-ზე არის რონალდო ყველაზე მეტ ფოლოვერიანი ადამიანი მსოფლიოში. მეც დავაფოლოვებ ჯონდაბას. 661 მილიონი ფოლოვერი ყავს. მეც დამაფოლოვეთ რა ბარემ. მთელი ეს რონალდოზე საუბარი, რონალდოს Instagram-ამდე მოსვლა, იმიტომ იყო რომ ბოლოს ეგ მეთქვა. 4 ცნობილი მელოდი მსახიობი. როკი, ვინ დიზელი, ჯეისონ სტეთემი და მე-4 იცი ვინცა, ფოტო არა საჭირო. მე-4 არის ბოლო ფილმში რომ ნახე მეხანძრე იყო. დედა, მეზობლის ბავშვს რატომ არ ეთამაშები? მეზობლის ბავშვი. არა უშავს. ილია ეთამაშება მეზობლის ბავშვს ცოტა ხანში. ბავშვი რო ვიყავი ლარიანით მაღაზიაში თუ წახვიდოდი, შეგეძლო დაბრუნებულიყავი 3 ცალი ჩიფსით, 2 ჩუპა-ჩუპსით, 2 კოკაკოლით და 2 ნაყინით. ახლა ყველგან კამერებია. მანტრე იპარავდა. ლარიანით მართლა ბევრ ამის იყიდით. მანტრე მახსოვს, სკოლაში რომ დავდიოდი, მაღაზიაში რაღაცები 5 თეთრი ყიდა. და ეს ახლა ვინც პატარები ხართ, ალბათ წარმოუდგენლად გეშვენებათ. ან მე გონი ვართ ძალიან დიდი. და მე რავი 30-ის ვარ. ჩემი ვარდისფერი ჭიქა სადაა? ვიღაც ვაიმე რანგეოზი ბავშვია, ანდროს ბავშვი. დემონის ფორმაცია. ეს ასაცილო დგას. აუ რა კაი მიმია, თან მართლა ზუსტად ისე დგას, რომ აი რანგეოზი ბავშვი არ ხდება. კარგი იყო ეს. ამიტომ ევასება ჩვენი მიმერები, რომ ისეთი რაღაცა მინიმალისტურის დაჭერას ახერხებთ, რაც ხოლმე ლეგენდებმა იციან. როცა ბაბუაშენს წყლის მოტანაზე უარი უთხარი. რატომ ეცინება ასე? ძალიან კარგად შევდივარ მიმებში დღეს, მიმების ხასიათში. და სასოწაკვეთილი განრისხებულია. როცა წყლის მოტანაზე უარი უთხარი და მთელი ის პერიოდი განვლო წამებში როგორი ტანჯული ცხოვრება გამოიარა, როგორ გააჩინა შენი მშობელი, როგორ აღზარდა რამდენი უბედურება და გაჭირვება გამოიარა, რას გაუძლო, რას ჩადიოდა იმისთვის რომ მას საჭმელი ქონოდა, ეს მისი შვილიც კიდე დაოჯახდა, გაუჩნდა შვილი რომლის მოვლაშიც ეხმარებოდა და დიდი ყვაწლი აქვს მის აღზრდაში და ასევე მისი მშობლის და შენ გაიზარდე და წყლის მოტანაზე უარი უთხარი. ჩემი ახლის სპონსორია selfie. ვისაც გაქვთ selfie-ის ნომერი, ახლა ჩაიშვა ძალიან მაგარი ამბავი ერთი და უცებ უნდა გითხრათ. Homing-ი ქვია ამ ყველაფერს. შეგიძლიათ იყიდოთ ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო წუთები ყველა ქსელთან და ულიმიტო SMS-ები ერთი კვირით სულ რაღაც 10 ლარად. ან ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო წუთები ყველა ქსელთან და ულიმიტო SMS-ები 24 საათით 3 ლარად. ან ულიმიტო ინტერნეტი 7 ლარად 7 დღე. ხო მაგარია Homing-ი. დაისვენე Wi-Fi საზღვრებს გარეთ. ძალიან საინტერესო აპი აქვს selfie. თუ გაქვთ selfie-ის ნომერი, აპი აუცილებლად გქონდეთ. და იქ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. ეგეც საინტერესო შეთავაზებებსაც ნახავთ. და კიდე ბევრ ფასდაგლებას ნახავთ სხვადასხვა რამეზე თან, მხოლოდ იმიტომ რომ selfie-ის ნომერი გაქვთ. მადლობა კიდევ ერთხელ selfie-ს. ასწავლებს. ეს
ვიღაცამ გადაუღო ფოტო ამას ქუჩაში, საქართველოს სხვათა შორის. მაგრამ ეს არის კარგი მატერიალი ფოტო. და კომენტარებში იყო შემდეგ ხელფასის მომატება და მე. ესე ხელფასის მომატება აგიulis გვერდს ყველანაირად. შვილს სახელით მიმართიან აიმატე 25 კარტი და აიმატე კრატოს 25 კარტი. ბოი. 160 IQ ჰიტა. ხო რა, რაღაცი შიფტია. მადლობა და ხატვისთვის. ლამაზად აწყობილი кейსი. და სიმფსონები და ამ ლამაზად აწყობილი кейსის უკან არის ასეთი კაბელ მენეჯმენტი და ესე აქ მოჭიმული ყველაფერი. кейსები ვისაც აგიწვიათ ასეთი ამბავი გეცოდინებათ. ეს მომიწევს ახლა მალე ჩემი სეტაპის განახლება რომ იცოდეთ. უკვე მუშაობ მაგაზე. ბოს ვიდევს ჩემი სეტაპი 20-20-ში რა სეტაპიც ხონდა ეგ მაქვს ახლაც და მოვიდა დრო რომ გადავიღოთ ჩემი 20-25 სეტაპი რომელიც ეკნება ცოტა ხანში. აი ესე გოგო და ბიჭი ხდებიან პარაშუტით და ასეთ რომანტიკულ ფოტოს იღებენ. და ორივეს ხელი უჭირავს კამერამანს. და ხა ერთმა რომ პარაშუტი იუწებ გახსნას, დარჩება ზემოთ და მეორე ჩავარდება ქვემოთ. და ვეღარ გადაიღებენ ესეთ ფოტოს. როდესაც სტუმრებს 5 ჯერ ჩაურთეს სიმღერა გზა დაგვილოცე და მაინც არ მიდიან. ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა ასეთი სიტყვები. თუ არჩევანი გააქვს რომ შენთან მოვიდნენ სტუმრად ან შენ მიხვიდე სტუმრებთან, ვინც უნდა მოსულობდნენ სტუმრად, აირჩიე რომ შენ მიხვიდეო. რადგანო, როცა სტუმრად ხარ, შენს ნელაზია დამოკიდებული როდის წამოხვალ. და როცა სტუმრად არიან, მაშინ მათზე. ეხლა სანამ ამას ვიტყოდი, მეგონა უფრო ბრძნულად გაიჟღერებდა, მაგრამ მე მგონი არ გაიჟღერა და დავიკიდოთ. როცა ბევრი სათამაშო გაქვს, მაგრამ შენ თამაში არავის უნდა. ერთადერთი ვისაც უნდოდა ამასთან თამაში სოსო ერაუნდზე ვორდი იყო. კიდე გიგის უნდოდა ამასთან თამაში. 200,000 კაუნტერზე ავიდოდა, მაგრამ გიგი გაუნტერებში უცებ ავიდა, ამიტომ გადადო ცოტა. უყურო ჰიტას კარტოშკასთან ერთად, უყურო ჰიტას ჯონჯოლთან ერთად. რა, ეხლა დავიჯერო რომ ჭამთ? შეგარგოთ თუ ჭამთ. გემრიელად მიერთეთ. კარტოშკა და ჯონჯოლი ეგეთი არჩევანი არსებობს? ჯონჯოლი არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საჭმელი. კარტოშკა რუსულად რო არის ეგ არ მომწონს ერთი. ისე მოფერებით ფორმაში გიხდება, მაგრამ მე ქართულად ვერ მომიფიქრებ რამეს. შემწვარი კარტოფილის მოფერებით სახელს. ცალია? კი, რა მოხდა? ჩამოხვალ? ვერ არ ცალია. რა დანიშნულება ქონდა ხა იმას რომ ეს ყველაფერი წავიკითხე არ ვიცი. როცა YouTube-ის მონეტიზაცია მაიწია, YouTuber-ები. ვა, ის რა კაია. YouTube-ის მონეტიზაცია ისიც როგორ აიწია, მეგობრებო? ძალიან ისეთი რადიკალურად დიდი კი არ არის, მაგრამ უბრალოდ განვითარების ტემპი არის კარგი. 1-5 წლით მონეტიზაცია 1000 ნახვაზე გამოიმუშავებდა მაქსიმუმ 10 ცენტს. ახლა გაიზარდა იქამდე რომ გამოიმუშავებს $2 მეტს, რაც ნიშნავს მილიონ ნახვაზე დაახლოებით $2,000. და უკვე ძალიან ცუდიც აღარ ეთქვის. ახლა ჩემი არხი არის, ჩემი არხის ანალიტიკას გაჩვენებთ. ნახეთ, revenue per 1k views. YouTube არხზე მონეტიზაცია იზომება RPM-ით. RPM-ი არის რამდენ დოლარს გამოიმუშავებს შენი არხი 1000 ნახვაზე და ახლა დღეისდღეობით ეს სრული ცვლილება შეიძლება ყოველ დღე აიწიოს და აიწიოს. ასევე კონტენტს გააჩნია და ასევე სეზონის, მაგალითად ახალ წლამდე პერიოდში სულ უფრო მეტია ხოლმე. მაგრამ ახლა ჩემი არხზე წერია $1.47. ეს ნიშნავს რომ მილიონ ნახვაზე ჩემი არხი გამოიმუშავებს $1570. დოჯიზე გამახსენე ნახეთ რა მაგარი მაისური მაჩუკის. ხო მაგარია. მადლობა მადამ პისო. ეს მე და ჩემი ბუსკა და ეს რა არის? ნაიკებია თუ ესულდა. მონოგრაფიაში მეგონებს. PlayStation-ი 4-5 ყიდვა გაყიდვა გაცვლა. გავთვლი PlayStation-ში და არის სათიბელა. საინტერესო ბარტერია. ჯოისტიკიდან ეგრევე თიბოზე გადავიხარ. თიბო ძალიან მაგარია, მაგრამ ასეთით არასოდეს მომითივავს. ისეთი თიბო ვიცი, old school თიბო. თაში. ჩემი სახე, ჩემი ხელი, ჩემი ფეხი. რუჯი არის ალბათ, მაგრამ რა საინტერესო პურებია. თუ ეს დამცხარია. ყოღა, აქ რა ხდება? მოიცე, პოკერს თამაშობენ? ფულიდებს. პოკერს თუ თამაშობენ მე რატო ვარ? აქ და აქ. ვაუ. ეს არის. ნაყინი 2-1-ში. მომენტი როცა საოცნება მანქანა იყიდა, მაგრამ რა? ყველაფერი კარგად არის. ქართული YouTube კვდება, ამბობს ნონსენსა, ჰიტა. და რა, მე გადავარჩინე ქართული YouTube-ი? ნონსენსა დადო ერთი ძალიან მაგარი ვიდეო. ნონსენსა ჩაწერე შენს ტეგებში, თორე კარგად არ აიგებს. შენ სლოდინში ვერჩები, გენ დადრას მიპირება გოგონე და
ნონსენს არის მაგარი კაცი. ნონსენსა ცხოვრობდა საფრანგეთში, თავის ოჯახთან ერთად. იქ სწავლობდა უნივერსიტეტში, კარიერა ჰქონდა აწყობილი და მომავალი ცხოვრება იქნებოდა უზრუნველად. და შეჭამდა ფრანგულ ყველს და ბაგეტებს. მაგრამ საქართველოში რამდენჯერმე რომ ჩამოვიდა, ისე შეუყვარდა აქაურობა და მასში ამ ქართველმა და კერძოდ გურულმა სისხლმა დაიწყო ყივილი. და მღერის ყავალახით დადის და ბაღჩა გააკეთა და თავისი პომიდორები მოყავს. და კიტრი კიდე და ეგრე მიწაზე მუშაობა დაამოყამა და თან ვიდეოებს იღებს ძალიან საინტერესოს. ხო და მაგარი კაცია ნონსენსა და იცოდეთ. ანი გუშინ ბებია გარდამეცვალა. ხო ჩამოვიდეში შველი ფოტოები. ესეთი ამაღლებელი სპიჩი შემდეგ მაგარი გადასვლა იყო. აი უყურებენ ჩემს ვიდეოს, რომელიც mind blow იყო, სამი შესაძლო სამყაროს დასასრული და რა ლამაზად აქვს ყველაფერი მოწყობილი. Razer-ის მაუსი, ყავა, ლამაზი კლავიატურა, გემრიელი პიცა, ინი ერკულე. ეს აქტივებს. მაგარია. კარგი იყო ვიჩილავეთ, შეიძლება ვიდეო გამოვიდა. მადლობა რომ უყურებდით ვიდეოს. თუ გიდათ არ დაალაიქოთ, ცხელა.